წასულ ოცნების დიდ მაღალ ჩინოსნებს აქვთ კავშირი ჩვენთან და ისინი ფაქტურად ნანობენ, ინანიებენ მცოდას, რაც აქვს ჩატერილი, თვითონ მათთან აქვთ კავშირი კიდე სხვებს, მოქმედებს, ისინი გადმოსცემენ ამათ, ესენი გადმოგცემენ ჩვენ. მე აქედან ხელი ვანახე, აი ესე და ისინიც მოგესალმენ, ნუ არ უნდა ამხავს ჩვენთან ომი და ძალით აძალებენ, არა უშავს. ესენი გადმოვლენ ჩვენ მხარეს, თუმცა ეხლა ჩვენ ერთ არიან, სიმართლე ვთქვა. ნაკლებად შეიძლება კრეატიულები ვიყავით, შეიძლება ნაკლებად ორგანიზებულები, მაგრამ გეუბნებით პირდაპირ რომ დიქტატურაში დონორს პროცესების ვერ იპოვით. სერიოზულ ორგანიზებას ვერ მოახდენთ, იმიტომ რომ დონორი თქვენთან თუ მოვიდა, ნიშნავს რომ უნდა თქვენ გაყიდოთ სამშობლო ამ პრინციპების. ხანერად ის არავინ რესურს არ დადებს, რომ უკეთ ორგანიზდეთ. ეს არის შპარგალკა, რა ვიცი, რჩევები იმათ, ვინც გააგრძელებს ბრძოლას. აუცილებლად ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. მურთაზის სიტყვებმა დაადასტურა ეს, რომ შიგნით იყო დიდი ღალატი. ნამდვილ ადამიანს აქვს ეგეთი განცდა, რომ მან არ იყო ეს რაღაცა მგონია, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობის ეს რაღაცა არამდგრადობა ძალიან საეჭვოა. მე სიმართლე გითხრათ, იცით რას ვფიქრობ? აი პრეზიდენტის იმაში რომ შერბიან, კადრები რო არის. მე საერთოდ გონია რომ ის ღობეებიც კი მოჭრილი იყო, რომ ადვილად წაქცეული იყო, გესმის? და მთელი ეს სპეცოპერაცია იმ დღეს რაც მოხდა, ჩემი აზრით, ქართული ოცნების ოფისში დაიგეგმა. ესე იგი, ღობე, რომელიც წარმოიდგინეთ ორ ბეტონის სვეტ შორის არის ჩამაგრებული მასიური რკინით, ხო? 5-მა თუ 10-მა ახალგაზრდამ მოაძრო ერთ წამში. ანუ მახე იყო, ვინმე მუღალატა და ვის შეეძლო რომ ეს გეგმა გაეტანა. გამოსაკითხია ერთმანეთში ვინც ამ პროცესში იყო, ვისე კონტაქტებოდნენ, ვის რა ინფორმაცია მოქონდა მათ რიგებში, ესე ვთქვათ, ვირას პირდებოდა და რა მოხდა.